Am წუთებში თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. Ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ყრილობა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყრილობას ამ წუთებში შეუერთდა. თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. ჩვენ ყრილობას პირდაპირ ეთერში ვთავთ. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ყრილობის დეტალები ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე ჩაგვერთვება. ნუცა გისმენთ. ყრილობა ამ წუთებში იწყება. შეგახსენებთ, რომ აქ 1700 დელეგატია შეკრებილი როგორც თბილისის, ასევე რეგიონული ორგანიზაციებიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც წევრებმა გააკეთეს ყრილობის დაწყებამდე. პირველ რიგში რაც გაჟღერდება, მხოლოდ გაჟღერდება ჩვენი საქართველოს და ჩვენი სამშობლოს განთლიანებისა და გაერთიანების შესახებ და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ყველაფერს სათავეში უდგას ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ მისი თანამებრძოლები მზადა ვართ, რა დავალებაც გვექნება ქვეყნის სამსახურში ყველაფერი შევასრულოთ. მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ყველაფერი დღეს გაირკვევა, იმიტომ რომ კამათი იქნება სიტყვით გამოსვლები და ასე რომ მაინტერესებს ძალიან, როგორც ამ პარტიის წევრი, მოვედი ცოტა ადრე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე მოვიდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ის ყრილობას დაესწრება. დაწყებისთანავე ყრილობის მონაწილეებს მანანა კობახიძე სიტყვით მიმართავს. ასევე კომისიის ანგარიშის წარდგენა იქნება. ჩვენ მოვისმენთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. ყრილობაზე ასევე ხმის დამთვრალი კომისია აირჩევა. დღევანდელ ყრილობაზე დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცება მოხდება. ასევე აირჩევენ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს. პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დიდ საკონცერტო დარბაზთან, სადაც დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ყრილობა იმართება, ეგრეთ წოდებული აცტუპნიკების აქცია მიმდინარეობს, ისინი ფართების დაკანონებას ითხოვენ. მათი თქმით, არჩევნებამდე თავიანთი მაჟორიტარებისგან დახმარების დაპირება მიიღეს და ახლა ამ დაპირების შესრულებას ითხოვენ. ფილარმონიასთან 20-მდე ეგრეთ წოდებული აცტუპნიკია შეკრებილი. რომ ეხა დოკუმენტები გამოაგზავნონ და შემოიტანონ ჩემთან კომიტეტში, ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ ეს საკითხი, თუ საჭირო ამ ხრივ საკანონმდებლო ინიციატივა, ამისთვისაც მზად ვარ, უბრალოდ ჯერ მინდა რომ კარგად შევისწავლო. უყურადღებოთ არ დავწოვებთ. ჩვენ ახლა ისევ პირდაპირ ეთერში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობას ვთავთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. ქალბატონებო და ბატონებო, ბოდის მოგიხდით ტექნიკური შეფერხებისთვის, მოგესალმებით ყველას. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე მეორე ყრილობის დელეგატებს, ყველა სტუმარს, პარტიის წევრებს, დამფუძნებლებს მოგესალმებით და დღევანდელ ყრილობას ვაცხადებ გახსნილად. ჩვენ ვიწყებთ სამანდატო კომისიის ანგარიშით. ჩვენ მონაცემები რეგისტრაციის სამსახურმა უნდა მოგვაწოდოს და შესაბამისად იმის მიხედვით არის თუ არა ყრილობა უფლებამოსილი, ჩვენ შევუდგებით მუშაობას დღევანდელი დღის წესრიგით. თუ შეიძლება სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ ავდალიანს ვთხოვ, რომ ყრილობას მოახსენოს, როგორია დღეს შესაბამისად მონაწილეთა გამოცხადება, დელეგატთა დასწრება დარბაზში და არის თუ არა ყრილობა უფლებამოსილი შეუდგეს მუშაობას. მოგესალმებით პარტიის წევრებს, სტუმრებს. დღევანდელი დღის ყრილობაზე დაბადიშებული იყო, მოწვეული იყო 1701 დელეგატი. ასევე გვესწრება 550 სტუმარი. 1701-დან 1701-დან გვესწრება 1691 დელეგატი. ამიტომ ყრილობა მეორე ყრილობა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მეორე ყრილობა უფლებამოსილია რომ ჩატარდეს და გახსნილად ვატარებ და უფლებამოსილია რომ ჩატარდეს და გილოცავთ ყველას. ჩვენი ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას იმისთვის რომ ყრილობა წარიმართოს კანონისა და წესდების შესაბამისად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ავირჩიოთ სხდომის დივანი. კერძოდ შემოსულია კანდიდატურა ბატონი ზურაბ ხაჩიძის საინიციატივო ჯგუფმა, საორგანიზაციო ჯგუფმა წარმოადგინა ყრილობის მდივნად ბატონი ზურაბ ხაჩიძის კანდიდატურა და თუ შეიძლება მანდატების აწევით დაგვიდასტუროთ
უჭერს თუ არა მხარს ზურაბ ხაჩიძის ყრილობის მდივნად არჩევას. თუ შეიძლება კარგად რომ აწიოთ რომ დავინახოთ, ანუ უმრავლესობა დარბაზში ყოფილი დელეგატების საფიქსირებს თანხმობას. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ ხაჩიძეს ვთხოვთ რომ დაიკავოს ყრილობის მდივნის ადგილი. მადლობთ. შემდეგი დღის წესრიგის საკითხი გახლავთ ხმისდამცველი კომისიის არჩევა, ვინაიდან აუცილებელია ჩვენი ყველა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დადგეს კენჭისყრაზე და დათვლილი იქნას ხმები. აქედან გამომდინარე, შემოსულია საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ხმისდამცველი კომისია შემდეგი შემადგენლობით. კერძოდ კომისიას უთავმჯდომარებებს ბატონი ნუგზარ მალაღურიძე, კანდიდატურა არ დასახელებული ნუგზარ მალაღურიძის, მოადგილეებად დასახელებულია ნინო ქათამაძე და ბატონი ცოტნე ზურაბიანი, ასევე წევრებად დასახელებული გახლავთ ბატონი ზურაბ გოგუაძე, ნოდარ გიორგობიანი, ნუგზარ ჭანკვეტაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ნიკოლოზ დონაძე, ბექა ჭუმბურიძე, ომარ გოგუაძე, გიორგი დონაძე, ლაშა ნატროშვილი, მათე ჭაბუკიანი და დავით გურგენიძე. თუ შეიძლება მანდატების აწევით დაგვიდასტურეთ აღნიშნული პირების ხმისდამცველ კომისიაში არჩევის თანხმობა. ვინ არის მომხრე? თქვენის ნებართვით ხელს ავწევ, იმიტომ რომ მანდატი მაგიდაზეა. უმრავლესობა თანხმობას აცხადებს, ეთანხმება ამ კომისიის შემადგენლობას. მაშინ ვთხოვდი ბატონ ნუგზარ მალაღურიძეს, ქალბატონ ნინო ქათამაძეს და ბატონ ცოტნე ზურაბიანს დაიკავონ სცენაზე ადგილი. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, ხმისდამცველი კომისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს, ვთხოვ რომ ისინი განლაგდნენ ისე დარბაზში, რომ სეგმენტებად არის დარბაზი დაყოფილი და კენჭისყრის დროს შეძლონ ოპერატიულად დათვალონ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ანუ ხმის დათვლა ოპერატიულად განახორციელონ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.